აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დღეს ხმათა უმრავლესობით მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი დაამტკიცეს. თავმჯდომარესთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსაც მდობას უცხადებენ. ლევან მგალობლიშვილი მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. აქვს როგორც იურიდიული, ასევე ეკონომიკური განათლება. არის ქალაქ სოხუმიდან. მე და ჩემი გუნდი ვართ და ვიქნებით ორიენტირებული თითოეული თემის კეთილდღეობაზე და ეს გეგმაც შეესაბამება იმ მომავალ მოქმედებებს, რაც უნდა ჩავატაროთ და ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ის პროცესი, რასაც ქვია, ეს იქნება სპორტული მიმართულება, ჯანდაცვის კუთხით მიმართულება, სოციალური კუთხით თუ სხვადასხვა მიმართულებები გადაეხედება ყველას და რა თქმა უნდა გაუმჯობესდება. შედგა უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, რომელმაც ძალიან დეტალურად და მე ვიტყოდი კრიტიკულადაც შეაფასა, განიხილას სამთავრობო პროგრამა, რომელიც ბატონმა ლევანმა წარმოადგინა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიუხედავად იმ კრიტიკული შენიშვნებისა და მთელი რიგი სურვილებისა, რომელიც გამოითქვა, ერთხმად იქნა დამტკიცებული თავრობის შემადგენლობა, სამთავრობო პროგრამა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მთავრობა იქნება კიდევ უფრო წარმატებული, ვიდრე იყო წინა მთავრობები. აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი სამთავრობო გუნდის წევრები ესწრებოდნენ. მთავრობის წევრებმა მოისმინეს აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების მოსაზრებები, მათ წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდება. შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს ძირითად საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. აღნიშნეს, რომ თითოეული შეხვედრის მიზანია სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა, ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესში თითოეული დევნილის ჩართულობა. მე მადლობელი ვარ, რომ მოგვიწიეს თავრობის ყველა წევრი ესწრებოდა, ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი საზოგადოების წინაშე და ამ საზოგადოების ხელმძღვანელობა და საბჭო არის ალბათ შეიძლება ითქვას ნაღები, ეს თქვა წარმომადგენლები ჩვენი აფხაზეთის საზოგადოების და უხუცესებიდან დაწყებული ახალგაზრდები დამთავრებული. მე მჯერა, რომ ჩვენ მოვახერხებთ და შევძლებთ, ძალიან დიდი ღონისძიების გეგმა აქვთ ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლებს, ალბათ ისეთი ღონისძიება იქნება, რაც ალბათ ათეული წლები არ ყოფილა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი მუხტი ენგურს იქი ჩვენი ძმებისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ყველაფერი იმისთვის, რათა ქვეყანა გავაერთიანოთ და ერთიანი ძლიერი და გაბრწყინებული საქართველოს შექმნათ, ერთიანი სიყვარული და ერთად გონდეთ. არიან ხალხი, ვისაც აქვს ავტორიტეტი ორივე მხარეს ენგურს აკეთებ და მიზან მიმართულად მიდის სერიოზული ყოველდღიური მუშაობა, რათა ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ გავაერთიანოთ ტერიტორიები, ჩვენ ვამბობთ, ჩვენ უნდა გავაერთიანდეთ სულიერად ქართველები და აფხაზები, შევრიგდეთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობდით საუკუნეების მანძილზე. ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებთ, გავაკეთებთ, ვიქნება კიდევ უფრო დიდი შეხვედრები და თითოეულთან მივალთ და თითოეულს დაველაპარაკებით. 30 წელი გავიდა უკვე მეტი, რაც აფხაზეთი აღარ არის საქართველოს შემადგენლობაში დე ფაქტო და მე ვფიქრობ, რომ უკვე მომწიფდა ყველანაირად, რომ ეს საკითხი დაიძრას და მინდა რომ მივიღოთ ამაში აქტიური მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან შეთანხმებით და კოორდინაციაში, არავითარ შემთხვევაში დამოუკიდებლად. რამე თუ არაფერი არ გავაფუჭოთ.
სოხუმში თავს დაესხნენ აფხაზ ჟურნალისტ დავით გობეჩიას და მოძრაობა ხარახ პიცუნდას აქტივისტს ლია აგრბას, წერს ეხო კავკაზი. 4 ნიღბიანმა პირმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გობეჩიას ცემა კამერამ დააფიქსირა. თავდამსხმელებმა ლია აგრბას ჩანთა წაიღეს. გამოცემის ცნობით დაზარალებულები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდული მოძრაობა ხარახ პიცუნდას წევრები აქტიურად გამოდიოდნენ ბიჭვინთის საგარაკის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ. ასევე ისინი აპროტესტებენ ეგრეთ წოდებული აპარტამენტების შესახებ კანონპროექტს. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკის ორ მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან საუბარში ანალიტიკოსი გიორგი ჯახაია მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსიას გვიზიარებს. ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სამთავრობო პრესის დუმილი უჩვეულო არ არის. აპროტესტებდა სახელმწიფო აგარაკის გადაცემას რუსეთის ხელისუფლებისთვის. ამათმა თავისი გაიტანეს და აფხაზეთმა არ გადასცა ეს აგარაკი რუსეთის ფლობელობაში, მაგრამ აი ესეთი შურისძიება მოხდა მაგათ წინააღმდეგ. ეს კიდევ უკავშირდება ინალ არზუმბას დაბრუნებას აფხაზეთში, რომელიც რამდენიმე დღე უკვე აფხაზეთში იმყოფება და მისმა სატელეგრამო არხმა რაცა დაიწყო წლიწამებო კომპანიას ამ აქტივისტების წინააღმდეგ, რაცა ძალიან ბენზური თემებით დაიწყეს მაგათ წინააღმდეგ მუშაობა. სამთავრობო პრესა თავისთავად დუმს, მაინც და მაინც ამ თემაზე არ საუბრობს, ოპოზიციური ტელევიზია და ჟურნალისტები ხმამაღლა ადანაშაულებენ ხელისუფლებას ამ ფაქტში და ჟურნალისტთა კავშირი აფხაზეთის თვითონ პირდაპირ თქვა, თუ ხელისუფლება ამ ფაქტს არ გამოძიებს სათანადოდ, ეს იქნება აღქმული როგორც ტერორისტული აქტი. ახალი სასწავლო წლის დაწყება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში საზეიმოდ აღინიშნა. განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია მოადგილეებთან ერთად ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის ნომერ 3 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მინისტრმა და სკოლის დირექტორმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. პირველკლასელთა მიღების საზეიმო ღონისძიებაში პედაგოგები და სკოლის წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სრულიად საქართველოს ულოცავ ახალი 2024-25 სასწავლო წლის დაწყებას. ვისურვებდი ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი სასწავლო წელი არა მარტო აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლისათვის, არამედ სრულიად საქართველოსათვის. აფხაზეთის მოსახლეობას ვუსურვებდი, რომ დაუბრუნებულიყავით აფხაზეთში და მომავალ სასწავლო წელს იქ შევხვედროდეთ. მინდა რომ ჩემთვის ძალიან წარმატებული წელი იყოს, როგორც წინა წლებში ვაპირებ, რომ წარმატებულად დავასრულო ორივე სემესტრი და იმედი მაქვს ისევ წარჩინებული მოსწავლის სტატუსს შევინარჩუნო. გასული წელი იყო მშვენიერი, კარგად ვსწავლობდი, ფრიადოსანი გამოვედი. ხოლო შემდეგი წელი მინდა რომ იყოს წარმატებული არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის. ვილოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას პირველ კლასელებს და აბსოლუტურად ყველას. ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ აფხაზეთის სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლი აფხაზეთი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით ქორეონიკონი წარდგა და ფესტივალის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ლირას ორგანიზებით წელს მე-11 სეზონს აღნიშნავს. დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნანა გაბელია მიმართა. ფესტივალის ორგანიზატორებს აღნიშნული შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ-აფხაზური კულტურის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. კონცერტს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჯინჭარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი, ისინი პირველად სტუმრობენ ბათუმის
ფესტივალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაც თან მტკივნეულიც არის და გვახსენებს იმ სიტუაციას, რაც აქვს საქართველოს და რაზეც სულ ვფიქრობ და რის იმედიც ყოველდღიურად გვაქვს, რომ საქართველო აუცილებლად მალე და ძალიან მალე დაიბრუნებს ამ არაჩვეულებრივ ნაწილს, თავის ქვეყნის ნაწილს. ის ადამიანები, ვის მაგალითად ამ ფესტივალში იღებენ დღესდღეობით მონაწილეობას და აქ ამ კონკრეტულად ამ ფესტივალისთვის არიან ჩამოსულები, უმაღლესი დონის მუსიკოსები არიან და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფესტივალში როგორც კონკრეტულად ანსამბლი აფხაზეთის მონაწილეობა. სენსიტიურად არ ვსაუბრობ, რომ ეს არის აფხაზეთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სახელწოდება და ძალიან მნიშვნელოვან ფოლკლორს, თანამედროვე ცეკვებს, სიახლეებს გვაძლევს და რაღაც ახალ თაობას უფრო მეტ ინტერესს უღვევს იმისკენ, თუ რა იყო, რა არის და რას ველოდებით აფხაზეთში ჩასვლის დროს ან დაბრუნებისთვის. აფხაზეთობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდში ანსამბლ აფხაზეთის კონცერტი გაიმართა. კონცერტი აფხაზეთობა 2024 წლის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დასკვნითი საღამო იყო, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნანა გაბელია, მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჯინჭარაძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ჩვენ შემოქმედებას ვცდილობთ, რომ გავაცნოთ რეგიონებს, არა მხოლოდ კონკრეტულად დედაქალაქს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მოგზაურობა, რომ ძალიან გვინდა თითოეულ მოქალაქემ იცოდეს, რომ აფხაზეთს ყავს ანსამბლი და ეს ანსამბლი არის მათი. არამედ რომელიმე კონკრეტულად ვინმე პიროვნების, ან თუგინც ჩემი მაგალითად, ხო, თითოეული ქართველი მოქალაქის ანსამბლია და მინდა რომ ჩვენი აი ეს ახალი რაღაცა მიმართულება, ჩვენი ახალი შემოქმედებითი კუთხე, რაც გაგვაჩნია, როგორც აფხაზეთს ანსამბლს გააჩნია სიმღერასა და ცეკვის, გამოვხატოთ, ვანახოთ, ვაჩვენოთ, წარვადგინოთ. გვაქვს პატივი, რომ ზუგდიდში ჩავატაროთ კონცერტი, დიდი ხანია აქაური მაყურებელი გველოდებოდა და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ეს პროცესი. ზუგდიდში იმიტომ არის აღსანიშნავი, რომ გამყოფ ხაზთან უფრო ახლოს ვართ. უფრო ახლოს ვართ იმ ხარესთან, რაც ჩვენია და სადაც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა და ველით იმ დროს, როცა იქ ჩავატარებთ სოლო კონცერტს. ვესმოდეს ერთმანეთის, ასე ერქვა ხელოვნების საერთაშორისო კონკურს ფესტივალს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული აფხაზი მხატვრის ნიკა ემუხვარის ხსოვნას მიეძღვნა. ფესტივალის მთავარ ხაზს ხელოვანის გზავნილი, ახალგაზრდა შემოქმედთა თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა წარმოადგენდა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 10-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ფერწერული, გრაფიკული, ციფრული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. თითოეულ ახალგაზრდას გადაეცა მონაწილის დიპლომი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს კი ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემიები. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ქალები განათლებისა და დემოკრატიისათვის, ახალგაზრდული მოძრაობა ამრასა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. იდეა გაჩნდა დაახლოებით 1 წლის წინ და რა თქმა უნდა იმ თავითვე ითვალისწინებდა, რომ ნიკას სახელობის უნდა ყოფილიყო. და მთავარი რა არის, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივაღებინოთ მონაწილეობა, რომ მოტივაცია ჰქონდეთ ბავშვებს თვითრეალიზებისა. ძალიან მაღალი კლასის ნამუშევარია შემოსული, წარმოდგენილი, ისაც კიდევ მინდა მადლობა გადაუხადო ბავშვებს. მინდა გითხრათ, რომ ჟიური გუშინ იმუშავა და საკმაოდ გაუჭირდა, მარტივი არ იყო გადაწყვეტილების მიღება. ყავს 14 გამარჯვებული. Я очень благодарна организаторам этого конкурса. მადლობელი ვარ კონკურსის ორგანიზატორების, ვაგრძელებ ჩემი შვილის საქმიანობას. მე შეიძლება ვიყო სუბიექტური, მაგრამ ის იყო ძალიან გახსნილი, ნიჭიერი, გენიალური მხატვარი. ის აგზავნიდა მშვიდობისადმი სიყვარულს და მოხარული ვარ, რომ მისი საქმე გრძელდება. მისი მთავარი გზავნილიც ხომ ეს იყო, გიყვარდეთ ერთმანეთი. ძალიან მიხარია რაღაცნაირად სიტყვებს ვერ გამოვხატავ, მაგრამ იმ ძალიან გამიხარდა. მიხარია რომ დამპატიჟეს და მოვიგე ჩემთვის აი პირველი მოგება ეს ჩემი ნახატი არის აბსტრაქცია, პეიზაჟი არის აბსტრაქციულ ფორმატში და ფერები ძალიან კარგად გადმოვხატე და უფრო მეტად ძალიან იმის გადმოცემა მინდოდა, რომ ამ ქვეყანაზე მარტო ფერებით შეიძლება გადმოცემა. ჩემმა ნახატმა გაიმარჯვა, რომელიც წარმოადგინა კონკურსზე და ძალიან მიხარია.